საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. საქართველოს განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტის გაერთიანების მიზნით შეიქმნება მართვისდროებითი ორგანო საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. მისივე თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილებით სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები არ შემცირდება. ასევე მიქანაძის განცხადებით, გაერთიანების შემდეგ უნივერსიტეტის სახელი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. შეიქმნება მართვისდროებითი ორგანო საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. დამატებით შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს. გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. კიდევ ერთი ცვლილება მზადდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში. კანონპროექტის თანახმად პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომელმაც წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიიღო, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ქართული ოცნების ინფორმაციით მზადდება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც. მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, დაჯარიმდება 20,000 ლარი, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით. მთავარი მოტივი არის ის, რომ ადამიანი, რომელიც არის უცხოური ზეგავლენის ქვეშ ესე იგი ჩართული და ექვემდებარება უცხოურ ზეგავლენას, აქტიურად ვერ უნდა მოახერხოს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის ფორმირება. ეს არის შიდა უსაფრთხოების დაცვის ელემენტი. ეს პროცესები ძალიან აქტიურად დაიწყო უკრაინაში ომის შემდეგ. მანამდეც იყო ეს, რა თქმა უნდა, ვერ უარყოფთ, რომ 22 წლამდე ეს მცდელობები არ იყო, უამრავი მცდელობა იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამძაფრდა ამ სიტუაციაში. ეს რომ ასეა და სხვაგვარად არ არის, მეტყველებს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომაც. საკითხი განხილვას ექვემდებარება, იცით რომ ეს დაჩქარებული წესით არ მიდის. საკომიტეტო მოსმენები იქნება, შეიძლება არსებობდეს რაღაცა წინადადებები და აზუსტებები. ჩვენ მზათა ვართ დისკუსიისათვის. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია დაამტკიცა. საკითხის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში უახლოეს მომავალში გაიმართება. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაფართოებას ევროკავშირისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისა და სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. მხარს ვერ ვუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა. კოსმა ევროსკოპის შეკითხვას უპასუხა ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ. ქვეყანა ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივებს სულ უფრო და უფრო შორდება. ერთადერთი რაც შემიძლია მთავრობას უთხრა არის ის, რომ შეწყვიტოს ეს აბსურდი და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით. ასევე რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას. ასე რომ გთხოვთ, გამაგრდით, აღნიშნა კოსმა.
ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროსკოპის შეკითხვას უპასუხა ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ. ის რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავია. ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ესტონეთი მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს ქართულ ხალხს და მხარს უჭერს ამ რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს, აღნიშნა ცაჰკნამ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ახალი სანქციები მიიღეს იმ ირანელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარს უჭერენ. ევროკავშირის სანქციები ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 21 ფიზიკური პირისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო 10 ორგანიზაციის წინააღმდეგ ამოქმედდება.